შეყვარებულობა არის ბუნებრივი ბიოქიმიური პროცესი, რომელიც ყველა ჩვენგანს განგვიცდია, მაგრამ მე მაგ მოვლენას გამოცდას ვარქმევ. შეგიძლია თუ არა შენი თავის მართვა? ხარ თუ არა შენს თავთან მიმართებაში გულწრფელი? თუ თავს იტყუებ და ამბობ, რომ შეყვარებულობა არის ზებუნებრივი მოვლენა და აი ეს ქალი არის ერთადერთიო. თუ გაქვს სწორი ფუნდამენტი, მარტივად გაუმკლავდები. თუ არ გაქვს, უნდა განიცადო. შენ ვალდებული ხარ, რომ დაისაჯო მაგის გამო და დაისჯები კიდევაც. არც ერთი შემთხვევა არ არსებობს, სადაც მაგ სასიყვარულო ფსიქოზის შემდეგ არ დასჭილა და არ განუცდია ადამიანს. მაგრამ თქვა, რომ ვერ ისწავლა და ისევ ფსიქოზს რომ ეძებს, რამდენიც კიდათ იმდენია. ერთი და იგივე ხაფანგში ძვრება ადამიანი, ყოველჯერზე უფრო მტკივნეულად გამოდის მაქედან და მაინც არ სწავლობს ჭკუას, იმიტომ რომ ქალს აბრალებს. ან თავის თავს ოღონდ პროცესში დაუშვი შეცდომა ჰგონია. ერთხელ და საბოლოოდ მიხვდი, რომ არც ქალი არის შუაში და არც შენი პროცესში დაშვებული შეცდომა. უბრალოდ შეყვარებულობა არის არასწორი მექანიზმი, რომელიც აუცილებლად ტყდება, ფუჭდება და ეგ დროის ამბავია. შენ უბრალოდ ერთსა და იმავეს აკეთებ და სხვა შედეგს ელოდები. რეალურად მენტალურად ძლიერ მამაკაცთან ქალს არ გამოსდის იმ ბანალური მეთოდებით სპეკულირება, როგორიცაა გიყვარვარ თუ არა. ან შენ მე დროს საერთოდ არ მithმობ, ან მე თავს საჭიროდ არ ვთვლი. ან თუ გიყვარვარ, მაშინ გააკეთე, ან გრძნობებში ავიხლართე. მე მეცაც გეტყვი, არ გამოსდის კი არა, არც კი ბედავს ქალი, იმიტომ რომ უბრალოდ არ უნდება მაგ სისულელით რომ დაკავდეს. სრულიად აკმაყოფილებს მას მამაკაცი. მეორეს მხრივ კი რომ მოუნდეს, უბრალოდ ვერ გამოუვა ასეთი მამაკაცის მართვა სიცივით, ემოციური საქანელებით, დისტანცირებით და იგნორით. რატომ? იმიტომ რომ ასეთი მამაკაცის იდეალი, მაგ რაღაც გრძნობებზე ბევრად უფრო მაღლა დგას. იმიტომ რომ ის ცხოვრებისეულად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ემოციებით არიღებს და ზუსტადაც ასეთ მამაკაცზე გიждდება ქალი. ასეთი მამაკაცის დაქვემდებარების მოსაპოვებლად აქეთ იბრძვის ქალი. აქეთ არის მზად რომ ჩადოს ურთიერთობაში გარკვეული ინვესტიციები. სასიყვარულო ფსიქოზის მქონე მამაკაცს კი უბრალოდ ეთამაშება. სულ რომ იახტა აჩუქოს ქალს, შედეგი მაინც იგივე იქნება. ქალი აუცილებლად დაკარგავს მის მიმართ ინტერესს და იცი რატომ? იმიტომ რომ ქალს ძლიერი პოზიციიდან სიყვარული უბრალოდ არ შეუძლია.